პირნათი ჰესის მშენებლობა ადგილობრივებმა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დასატბორი ტერიტორიები 2011-2013 წლებში 90-მა ოჯახმა საკუთრებაში დაემტკიცა მოგვიანებით საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით ინვესტორმა კომპანია აჭარა ენერჯი 2007-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლები მათ დაკითხვაზე იბარებენ და იქ საკუთრებაზე უარის თქმას აიძულებენ. მოგვიანებით აქციის წევრებთან შესახვედრად ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი გამოცხადა, რომელიც ამტკიცებს, რომ ადგილობრივებს ხშირად მდინარეში არსებული გამოუყენებელი ფართები აქვთ საკუთრებაში დამტკიცებული, რაშიც კომპანია კომპენსაციის თანხის გადახდას არ აპირებს. მომიტინგეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჰესთან მიმავალი ხიდის გადაკეტვით იმუქრებიან. კალაძემ უარესი გაუკეთა ამ ხალხს, ქურდულად ღამღამობით დაიწყო ოფისებში თურქებთან სირბილი და გარიგებები. მაგას მოყვა ხალხმა, რომ უკვე ხმა იმაღლა, წნეხი მოყვა უკვე პროკურატურიდან, სასამართლოდან, პოლიციიდან. დღე არ გავა, რომ 2-3 კაცი არ წაიყვანონ სოფლიდან დაკითხვაზე და შანტაჟს უწყობენ. აძალებენ, რომ გაფორმებული ტერიტორია საკუთრებაში რაც აქვს ტერიტორია, ის რომ ბათილად ცნოს. სასამართლოში ჩვენ არ შეგვიტანია სარჩელი მოსახლეობის მიმართ, ჩვენ შევიტანეთ რეესტრისთვის იუსტიციის სახლი, რომ გაეუქმებინა ის მიწის ნაკვეთები, რომელიც იყო ჭალებში და წყლებში.